რა არის ერთადერთი პირობა, რომლის დროსაც ადამიანი წონაში იკლებს? დამატებული შაქარი არის, პროდუქტში კი არ ყოფილა ბუნებრივად, მაგალითად ხილშიც მაგ შაქრები ოღონდ არის ბუნებრივი შაქრები. 16 წელს ზურას რო ელაპარაკებოდე. რას ეთყოდი, რა უნდა გაითვალისწინოს, რომ უფრო გამარტივებოდა პროცესი? ვეთყოდი, რომ კარგი ხარ, რომ აქ ყველაფერს აკეთებ პირველ რიგში და ვეთყოდი იმას, რომ და თვალის ზომით კიდულობს შარვალს, ეგ იცოდე, რომ ჩემთვისაც ძალიან ახლოა, დედაჩემს ხონდა ძალიან ისეთი შარვლის გაზომვის მეთოდი, რაშიც ვეტეოდი. საქართველოში ჭარბტონიანობის სტატისტიკა არის 50% გადაცილებული ზრდასრულებში. რაც ნიშნავს, რომ ეხა ვინც გვისმენს, მშობლებს ან კონდათ, ან ეხლა აქვს პრობლემა და რაღაც გამოცდილება აქვს თავისი. და სწორი კომუნიკაციის დასწრის სად არის იცი? მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვსაუბრობთ ზურასთან ერთად. ჩვენი გამომწერი ვყავს სტუმრად, რომელსაც 16 წელს ასაკში აქვს 25 კილოგრამის კლების ისტორია, ბევრი ემოციური და საინტერესო ფაქტით, თუ ოდესმე გქონიათ მით უმეტეს მოზარდობისას ან ყავთ მოზარდიშვილი, მისი ისტორია უნდა გაიგოთ და ბევრი წაიღოთ ჩვენი პოდკასტიდან. დავიწყოთ. ზურა 25 კილოგრამი 6 თვეში. ეს ციფრები არის ბევრისთვის საოცნებო. მაგრამ როცა ვიგებ, რომ ამ შედეგის უკან დგას 16 წლის ბიჭი, რომელიც ბრმად ცდიდა კვების ამბებს, შენი გადმოსახედიდან რომ მომიყვე, რა ისტორია აქვს 16 წლის ზურას წონის კლების მცდელობისას? ცოტა რთული არის რეალურად ჩაატიო პოდკასტში მაგ ყველაფრის ძალისხმევა, რაც გავიარე. მაგრამ შევეცდები მაქსიმალურად მოკლედ მოყვე. წინარე ისტორიით დავიწყებ მაშინ, რომ მიხვდეს ჩვენი აუდიტორია, რასთან როგორ გვაქვს საქმე რა. ვიყავი ნათესავთან სადღაც 2 თვის განმავლობაში ახალი წლების პერიოდში რა. და მოვიმატე მაგ ახალი წლების პერიოდში სადღაც 15 კილო. მანამდეც სადღაც ეგრე 15 კილო მქონდა მომატებული, მაგრამ იქ რო ჩავედი სახლში ყოფნის პერიოდში, როცა გარეთ არ გავდიოდი, ნათესავთან საერთოდ გარეთ არ გავდიოდი, მარტო ჭამით და სახლში ჯდომით მოხდა ეს ყოველივე, რომ კიდე 15 კილოს პლუს 15 კილო დაემატა. შემდეგ დავამატებ იმას, რომ წყალტუბოდან ვერ არ ვიცი ეს რამდენად მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან არ არის და ჩავედი სახლში 15-16 წლის ასაკის პერიოდია რა. და მივხვდი, რომ ჩემი ტანსაცმელი საერთოდ არ მეტევა. არაფერი არ ჩამდის თითქმის. დავსევდი ანტი მოკლედ და მივხვდი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა რა. პლუს ამას მაგ დროს საზოგადოების გავლენა ძალიან დიდი არის რა, როცა დავბრუნდი ჩემს ქალაქში, ყველა გაუგნებული მიყურებდა, ვაუ. რამხელა ხარ, როგორ მოიმატე, ასე შემდეგ და იდეაში მაგანაც განაპირობა ჩემი რაღაც ცვლილებები, რომ მეთქი, მიუხედავად იმისა, რომ მეც არ მომწონდა ჩემი თავი, საზოგადოებაც ძალიან დიდ გავლენას ახდენს ზოგადად და მე რატომღაც არ ვიცი, დედაჩემმა მიყიდა შარვალი, რომელშიც ეგონა ალბათ რომ ჩავიდოდი, მაგრამ ამ შარვალში ფეხიც არ ჩამივიდა სამწუხაროდ, ცალი. ასე რომ ეს შარვალი კარადაში გამოვიდგი წინ, ეს ხო არის ჩალაგებული ტანსაცმელი. ეს დავდი პირდაპირ რა. პირველი მაგას ხედავდი. ყოველთვის გამოღების დროს და მეთქი შენ უეჭველი ჩაგიცვა, მოვა დრო და დავიწყე სტაბილურად ძალისხმევით, ჩემით, არავის დახმარებით ნენელა ამ ყველაფრის ცვლილება რა. მივედი იქამდე, რომ ჯერ სანამდე მივიდოდი, მოვიძიე ინფორმაციები რა, როგორანაირად ხდება ზოგადად. არ მინდოდა არეჯანსაღად დაკლება რა. არეჯანსაღად დაკლებაში გულისხმობ შიმშილობას, გულისხმობ გასახდომ ჩაიებს, არ ვიცი. ბევრი რაღაცის ამოღებას, რაც შეიძლება სტრესავდეს ორგანიზმს. და მადლობა 16 წლის ზურას, რომ მაგ ყველაფერი გაიაზრა რა. იმიტომ რომ ეგ ძალიან საინტერესოა. 16 წლის ზურას როგორ ქონდა ეგ ფილტრი რა არ უნდა გაეკეთებინა. ანუ იცის რომ უნდა წონის კლება, იცის რომ უნდა დედას მიერ ნაჩუქარ შარვალში ჩავიდეს, მაგრამ რა არ უნდა ეგ როგორ იცის, ანუ ყავდა მაგალითები გარშემო? მოგისმენია? არა, არ მყავდა მაგალითად. ინტუიტიურად მიხვედი მაგ წერტილამდე? ბევრ რაღაცას ვაკეთებ ინტუიტიურად სხვათა შორის კი და ანუ მივხვდი, რომ რაღაც ინფორმაციული სიხშირეები ხო მოდის შენთან, რომ აი რაც უფრო მალე და მარტივად დაიკლებ, უფრო მალე შეიძლება წონის ისევ მატება. მაგის გამო ეგ რაღაც გამიჩნდა, რომ ჯანსაღად უფრო უნდა დამეკლო და მე სავალალო შედეგებამდე არ მიმიყვანდა ეგ ყველაფერი რა და დავიწყე დილით
ვაკუუმის ვარჯიშების ვაკეთებდი ჯერ, რომ მუცელი მომცილებოდა. მე ვარჯიშობდი, რაღაც მწვანილების ნახენს ვამდი დაბლენდერებულს. მე გავრბოდი, არ კი არის უდიდესი წყალტუბოში და მაგას ვურტყამდი მთლიანად კრუგს. მე მოვდიოდი და მე ვჭამდი და 3-4 ჯერ ვჭამდი დღეში. გვიან აღარ ვჭამდი და ეს სადღაც გაგრძელდა 6 თვის განმავლობაში. ნუ იყო რაღაც მცირე ხარვეზები და რა თქმა უნდა, მაგისთვის ძალიან თავს არ ვისტრესავდი რეალურად, იმიტომ რომ მაინც ვიცოდი, რომ იმ შარვალს ჩავიცვამდი რა. და 6 თვის თავზე, სადღაც 6 თვე-ნახევრის თავზე ვალა და ეგ შარვალი ჩამეტია რა, ოღონდ ჯერ კიდე ისე არ მქონდა, როგორაც მინდოდა რომ მქონოდა. ჩავიცვი, ჩვეულებრივ შევიკარი, მაგრამ ისეთი მომენტი არ იყო, რომ აი იდეალურად მაქვს რა. ჩვეულებრივ გავაგრძელე ყველაფერი ეგრე ყვება, მაგრამ აქტიობა, აშკარად ფიზიკური აქტიობა იქნებოდა შენს წონის კლუბის ისტორიაში. კი, მაგრამ გულწრფელი რო იყო ფიზიკური აქტიობა, მე ნელ-ნელა რაღაც უკან დაიხია ფიზიკურმა აქტიობამ, ეხა შემოვიდა კიდევ ფიზიკური აქტიობა ჩემს ცხოვრებაში მაგის მერე. და მოხდა ესეთ რაღაც, რომ ანუ 6 თვის მერე ისევ კლუბისკენ მივდიოდი რა, ანუ აღარ ჩერდებოდა ეს რაღაც მომენტი და მე მივხვდი, რომ უფრო უნდა დამემატებია ჩემი საკვები, ჩემივე თავისთვის, რომ ეგ რაღაც კლება შემცირებულიყო და უბრალოდ შემენარჩუნებინა ეგ წონა რაც მქონდა. და ესე მოხდა, რომ სადღაც 6 თვე-ნახევარში 25 კილო ესე ძალიან ისე ნათქვამია მშრალად. ნელ-ნელა პერიოდულ დავიკელი მაგდენი რა, მაგრამ საშუალოდ 6-დან 7 თვემდე დავიკელი ეგრე რა. არ ვიცი ეგ რამდენად ჯანსაღია ან არ არის ჯანსაღი. ეგ მინდა რომ გავიაროთ ერთად და კონტექსტუალურად რომ დავალაგოთ 16 წლის ასაკში რაღაც პერიოდში ნელ-ნელა იმატებდი დაახლოებით 10-15 კილოგრამს, საახალწლო 2 თვის განმავლობაში ნათესავთან ხელი შეგეწყო ფიზიკური აქტივობის გარეშე და საახალწლო კერძებით, თან ძალიან ესეთია დროული ვიდეოა, იმიტომ რომ საახალწლო კერძები 2 თვე შეიძლება მათ სივარში გქონდეს. ამის მერე რამდენიმე მნიშვნელოვანი წერტილია, ერთი ის წერტილი, რომ დედა თვალის ზომით ყიდულობს შარვალს, ეგ იცოდე, რომ ჩემთვისაც ძალიან ახლოა, დედაჩემს ჰქონდა ძალიან ესეთი შარვლის გაზომვის მეთოდი, რაშიც ვეტეოდი. უნდა იყო შარვალი, ხელი უნდა ჩაეყო, თუ იმ პერიოდში კარგად ვიყავი, ეტეოდა თავისი შეკრული მუშტით, მუშტიანად ესეთი, აი ეს ზომა და თუ იცოდა რომ წონაში უმატებდი უკვე ხელს შლიდა. აი ესეთი თვალის ზომით ხდებოდა ხოლმე ამ შარვლის ყიდვა. თუ მაგაშიც არ ვეტეოდი, აი იყო განგაში სიგნალი. და ეგ მნიშვნელოვანი წერტილია, იმიტომ რომ რეალურად 16 წლის ასაკში მიზნის დასახვა რამდენიმე სტრესთან შეიძლება იყოს ასოცირებული. მე თუ სასწორზე ვისახავ მიზანს, სასწორზე რიცხვები სტრესული უფროა ვიდრე მინიშნება რომ სწორი გზით მივდივარ. ამიტომ ის რაც 16 წელს უბრალოდ გააკეთა, გამოიღო ისეთი ტანსაცმელი, რომელიც არ ეტევა, მაგრამ უნდა რომ ჩაეტიოს და ამასობაში ემოციური კავშირი აქვს დედამიყი და საახალწლოდ და როგორ არ უნდა ჩამეტიოს. ეგ და პირველი მაგას ხედავ, როცა კარადას აღებ, იცოდე რომ შენ კი ინტუიტიურად გადადგი. მაგრამ არის რჩევა, რასაც ძალიან ხშირად გავცემთ ადამიანებზე, მათ შორის აკადემიაში ვსწავლობთ ინტუიტიურად გაზომვითი მეთოდები სასწორით საჭიროა, თუმცა მოზარდობისთვის სასწორი ბევრს არაფერს გაძლევს, მით უმეტეს თუ გოგოზე მიდგება საქმე, ჰორმონული ცვალებადობები, სითხის შეკავება, ასე შემდგომ. იცოდე რომ ეგ ძალიან სწორი ნაბიჯი იყო, რაც გადადგე. და სუპერ შექება ჩემგან და ის შექება რომ არ გინდოდა სწრაფად დაგეკლო, იმიტომ რომ შემდგომ სწრაფადვე არ მოგემატებინა. მაშინ როცა უმრავლესობას დასრული ადამიანისთვის გეტყოდი რომ 25 კილოგრამის კლება 6 თვეში არის, აი როგორი შედეგიცი, ზღვართან რო დგას სისწრაფის 1 კილოგრამი გამოგდიოდა 1 კვირაში, რომელიც 100 კილოგრამი ადამიანისთვის, რომელიც მითხარი რომ იყავი დაახლოებით მაქსიმალში ნორმალურია. ნახე მაგას როგორ საზღვრობთ. ჩემთვის სამედიცინო დადასტურებული უსაფრთხო წონის კლების ტემპი, ანუ ჯანმრთელობა რო არ დავიზიანო და თან შენარჩუნებადი იყოს შედეგი, არის კვირაში 1% სხეულის მასის. ანუ 100 კილოგრამი ადამიანისთვის კვირაში 1 კილოგრამი. მაგ ლოგიკით სწორად მიდიოდი, ოღონდ რაც უფრო ბოლოსკენ წახვიდოდი, შედარებით უფრო შემცირდებოდა ტემპიც. ხო, თუ 1 კილოგრამს იკლავდი, მე დაიკლავდი 900 გრამს, მე 800 გრამს. ამიტომ სადღაც ზღვარზე იყავი ჯანსაღკლებასა და არაჯანსაღკლებას შორის, მაგრამ რა გიწყობს ხელს? იცი რომ შენი ორგანიზმი მოზარდის ორგანიზმად ითვლება და ჩვენ ვიცით რომ
ენერგიას ხო გავსაზღვრავთ, რომ რამდენიც უნდა მივიღო, იმდენ უნდა გავცე. რომ ბალანსში დავრჩე. თუ მინდა დავიკლო, ნაკლები უნდა მივიღო, ან მეტი უნდა გავცე, ან ორივე ერთად. რას დაკეთებდი? სამყაროშიც ეგრე მოქმედებ ჩემი აზრით. თერმოდინამიკის პირველი კანონი, ენერგია არ საიდან არ წარმოიქმნება და არ იკარგება, ხო? ამისთვის სჭირდება ვიყოთ ენერგეტიკულ ბალანსში. ადამიანებს კალორიები არ უყვართ ხოლმე, მაგრამ მაშინ როცა კალორიების დათვლა აუცილებელი არ არის პროცესში, კალორიების ბაზის მიღმა არაფერი გაკლებინებს. და მაგაზე შენთან ბლიც კითხვები მაქვს, მე მომზადებული. ეხლა პასუხი გამეპარა. ესე იგი, თუ ეს არის მოცემულობა და უნდა ვიყო კალორიულ დეფიციტში და ამ კალორიულ დეფიციტში ვაღწევ ან ნაკლები კვებით, ან მეტი მოძრაობით, ან ორივე ერთად, ამასობაში უნდა ვიცოდე, რამდენი ენერგია მჭირდება. ეს ითვლება ჩემი სიმაღლე, წონა, ასაკის სქესი, მაგრამ მოზარდობისას, რაც ემატება, არის ენერგეტიკული ღირებულება, დანახარჯი, რომელიც ორგანიზმის ზრდისთვის არის საჭირო. ეს არის ისეთი ხელსაწყო არა და ჯოკერი გაქვს, რომელ ჯოკერსაც გამოიყენებ, როცა მოზარდი ხარ ჯანსაღი კვების გზაზე. ანუ მე ვივარაუდებ, რომ შენ რომ 16 წელს ასაკში დაიწყეს სწორად ეს ჯანსაღი მიდგომა, უფრო სწრაფი და შენარჩუნებადი შედეგი გქონდა, ვიდრე 22 წლამდე რომ მოსულიყავი მაგზონით და ეხლა რო დაგეწყო პროცესი, უფრო გაიწელებოდა, უფრო მეტი დამაბრკოლებელი ფაქტორი შემოვიდოდა საქმეში, მიუხედავად იმისა, რომ 16 წლის ზურას სხვა დამაბრკოლებელი ფაქტორები ქონდა, ხო, მათ შორის გარემო, ოჯახი, სკოლა შეიძლება, როცა გოგო რომელიც მოწონს სკოლაში, აი ესეთ ფაქტორები 16 წლისას უფრო სენსიტიურად კი აღიქმება, მაგრამ ორგანიზმის დონეზე ძალიან კაი დროა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ბავშვთა ნუტრიციოლოგიის მაგარი ამბები მზადდება ახლა აკადემიაში და ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია აი ამ ჩვილობა, ბავშვი, მოზარდი, ზრდასრული ამ ასაკში სწორი კვებითი ქცევის და ნუტრიენტების შევსება. და ბოდიში ძალიან მნიშვნელოვანია რომ სწორი ინფორმაცია გქონდეს, აი რაც ახსენეთ რა. ბავშვის ასაკში მაგ ყველაფერთან დაკავშირებით რომ ეს სწორად დაიკლოს. რაშიც მგონია რომ ძალიან კარგად დაიხმარებით და წარმატებები მაგ საქმეში. ეგ არის გეგმა. იმიტომ რომ შენ რა გზაც გაიარე, იცოდე რომ არ არის სტანდარტული. ის რომ ცოტა გაგიმართლა და შენ ინტუიტიურად კარგი გაწყვეტილება მიიღე, ან შენი გონებრივმა შეეძლო მოგცეს საშუალება, რომ გაგეფილტრა. ხო, მიიღე ინფორმაციები, რაღაც ლოგიკები გააბი და რაღაცები გამოუარკვიე. ძალიან სწორი გამორკვევები ქონდა თავიდანვე. ეხლა წარმოვიდგინე ზურა, რომელსაც პირველი ორი ნაბიჯი, რომელიც დაგეგმა არასწორად განსაზღვრა. რაღაცები არ იცოდა ბოლომდე, რაღაცებში შეცდა და არ ვიცი, მიმართა სუხიშვილების დიეტას, აბა 2 კვირა ვცადოთ. და ეგ არასწორი დასაწყისი უკვე ცვლის მერე მთელი თამაშის წესებს. კი და საბოლოოდ აი ძალიან პუნქტამდე როცა მიხვალ, შეიძლება ძალიან არასწორი დაკლების მეთოდი გქონდეს გამოყენებული ერთი ზუსტად რა. და რა არის იცი, ის ერთი ფაქტი რაც მარწმუნებს, რომ 16 წელს ასაკში მიღებული გაწყვეტილებები სწორი იყო. სულ არაფერი რომ მომიყვე. რითი მივხვდებოდი, რომ სწორი გაწყვეტილებები მიიღე. რითი მივხვდებოდი? მე რითი მივხვდებოდი, რომ სწორი გაწყვეტილებები მიიღე. არაფერი რო არ ვიცოდი. ერთი მოცემულობა. მე უნდა გითხრა ეგ? ხა, რას ფიქრობ? რა არის მანიშნებელი, რომ 16 წლის ზურამ სწორი გაწყვეტილებები მიიღო? აი ახლა როცა უყურებ 22 წლის ზურას, ზუსტად. არ ვიცი, ახლა მთელი ჩემი სიტუაცია და მდგომარეობა. შენარჩუნება. ზუსტად, აი ეგ არის. შენარჩუნებული ზონა, რომელიც დადგა, ნიშნავს, რომ სწორი ნაბიჯები გადადგიდა, როგორც ახლა აგიხსენი წეღან, სადღაც ზღვარზე იყავის სისწრაფის კუთხით. ანუ იქამდე ჩააჭირე პედალს ფეხი გაზის, სანამდეც საჭირო იყო. ანუ ძალიან სწორია და მნიშვნელოვანია. ეხლა შენ თქვი, რომ ამ ყველაფერს ქონდა თავისი ემოციური ფაქტორი და ვინ იყო შენი კვების პოლიცია? ეს ნათესავები, ოჯახის წევრები, სკოლა, გარემო, სოციალური ქსელი. სანამ მაგ რაღაცას ვიტყვი, ბარემ აი წინა საკითხთან დაკავშირებით დავამატებ იმას, რომ ზუსტად როცა ბავშვის, ანუ ასაკში ხარ, რეალურად 16 წელი არის ბავშვის ასაკი, ჩემთვის. მაგ დროს ხდება რაღაც პროცესების ჩამოყალიბება. რა თქმა უნდა და როცა მაგ ყველაფერს სწორად აკეთებ, ზუსტად ეხა რაც შენ თქვი, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მერე უკვე ის რაღაც მომენტი აღარ ექნება, რღვევის მომენტი ორგანიზმს რა, რომ აი ეხა მოვიმატო თუ დავიკლო თუ წონა შევინარჩუნო თუ გავყინო თუ რა ვქნათ რა. ეგ მომენტი ძალიან მაგარი არის მართლა და ეხა შენთან ერთად გავიაზრე ეგ მომენტი სხვათა შორის. და ჩემი კვების პოლიცია ვინ იყო? ესე კონკრეტულად ზოგადად ანუ სამყარო არის რაღაც უცნაურად მოწყობილი მაგ კუთხით, რომ
არ მიყვარს ამ ტერმინის გამოყენება body shaming-ის, მაგრამ არის რა, ბევრი სხვა შეიმინგებთან ერთად body shaming-იც ძალიან აქტუალური არის დღემდე რა, ოღონდ ვერ ხვდები რატო. მაგრამ ხო, ალბათ ეგ კომპლექსებიდან გამომდინარე ხდება, რომ ვიღაც ადამიანი თავის კომპლექსები რო დაფაროს, სხვას აშეიმინგებს, ანუ არც ხვენს ან რაღაც ეგეთი. მაგრამ ჩემს შემთხვევაში გონია, რომ ბევრი ადამიანი ჩემზე, ანუ გაუთვითცნობიერებლად ახდენ და გავლენას რა. ანუ იმათ არ ქონდათ გამიზნული, რომ ეხა მე რაღაც დავე body shaming-ებინე თუ რაღაც ეგეთი, ანუ ეგ მომენტი იყო, რომ უბრალოდ ვაუ, რამხელა ხარ, ვაუ, რამდენს ჭამ, ვაუ, რაღაც, ანუ ეგ მომენტი და კი შეიძლება მაგ დროს თითქოს არ კონდეს ის მომენტი, რომ განიცდიდე, მაგრამ ილექება ეგ რაღაც ძალიან და მართლა იტრამვება შენი მენტალობა რაღაც მომენტში, იმიტომ რომ მე რო ვიაზრებ ეხა როგორ ვიყავი მაგ დროს რა, უფრო და უფრო ხომ მინდებოდა ჭამა ყველაფერთან ერთად როცა მოვიმატე. პლუს ამას ანუ არ მინდოდა სოციუმში გასვლა, იმიტომ რომ ანუ ვიცოდი რა შეიძლება და მოყოლოდა მაგ რაღაც, არ მინდოდა რაღაც ნათესავებთან გასვლა, იმიტომ რომ ვიცოდი რა შეიძლება და მოყოლოდა მაგ ყველაფერს ისევ და ისევ. რამხელა ხარ და ეგ ანუ ბავშვი როცა ხარ არ მოგწონს რა და მაგასაც ვერ ხვდები რატო არ მოგწონს, ვერ იაზრებ რაღაცეებს, მერე და მერე ვიაზრებ მაგ ყველაფერს რეალურად, ხო? ეგ მომენტი ძალიან ისეთია, ეს კვების პოლიცია კონკრეტულად არა, ზოგადად გარემო და სიტუაცია იყო რა. ну ოჯახიც რა თქმა უნდა დედა მაინც როგორც ყოველთვის ზრუნავს შეზე ზრუნვიდან გამომდინარე მაგას გეუბნება რომ არ ჭამო ბევრი, მაგრამ ისიც ვერ იაზრებს რეალურად რომ ეგრე არ უნდა გითხრას და ეგრე არ უნდა მოგაწოდოს რა ეგ ინფორმაცია. ხო, ეგ იყო. ეხლა კიდე ერთი რამე რაც ჩემთან ძალიან კარგად რეზონირებს, არის გარეთ გასვლის სირცხვილი. ქონა პერიოდი, სადაც ეს იყო დაახლოებით ესეთ 15-16 წელსაკში, სადაც მეც 100 კილოგრამს კარგად გადავწვდი, იყო წერტილი, სადაც გარეთ გასვლაზე უარს ვიძახდი და ამასობაში არ გავდიოდი გარეთ, ან მრცხვენოდა გარეთ გასვლა, თუ მოსაცმელი არ მეცმეოდა, ან რაღაც ქურთუკი თუ არ მაქვს, რომელიც ფარავს ჩემ ფორმებს, რომელსაც შეიძლება მაისური გამოაჩენდეს. ეგ იყო ის წერტილი, რომელიც შეგრძნების დონეზე ძალიან კარგად მახსოვს დღემდე. და ამასობაში წარმოვიდგინე როგორი ნეგატიური წრე იკვრება. ანუ იმისთვის რომ წავიდა იკლო გჭირდება ფიზიკური აქტივობა, ფიზიკური აქტივობისთვის მინიმუმ გარეთ გასვლა გჭირდება და ეს ნეგატიური წრე შენი ემოციები გზღუდავს რომ გარეთ გახვიდე. ეგ სხვა შორის ჯიმშიც ეგრეა. დარბაზში რომ მიდიხარ, პირველი ერთ-ერთი ხელშემშალი ფაქტორი რის გამოც შეიძლება დარბაზში არ მიხვიდე, არის ის რომ ყველა შენ გარდა არის ჯიმდუდი და შენ მიდიხარ მისთვის არ და რეალურად დარბაზი უნდა იყოს ადამიანებისთვის, ვისაც ჭირდება. აი ეს გარმო და ნახე ხა სწორად ძახი რომ ადამიანებს გაზრებული არ აქვთ, არ უნდათ ჩვენთვის ნეგატიური ემოციების მოცემა, მაგრამ ზრუნვა უნდათ. ჩვენაც ვიცით პრაქტიკებით, რაც მშობლებს ასწავლიან პედიატრიულ ნუტრიოლოგიაში, არის ის რომ მიდგება ხოლმე საქმე თემებზე, რომელზეც ან საუბარი გიჭირს და ზოგჯერ მანდ ორი ამბავია რა, ირჩევ რომ პირდაპირ უთხრა და უთხრა რომ მეტი აღარ უნდა ჭამო, ან ირჩევ დუმილს. ანუ თუ არ იცი რა უთხრა, მაშინ საერთოდ გაჩუმდი, არ არის გამოსავალი. მაგრამ არც გამოსავალი არის არასწორი კომუნიკაცია. სად არის მაშინ ოქროშუალადი მანდ? მანდ ოქროშუალადი არის პროცესში ჯერ მშობელი გამოერკვა საერთოდ რა უნდა ურჩიოს ბავშვს და მე როგორ წარმართოს სწორი კომუნიკაცია, იმიტომ რომ უმრავლესობაზე დასრულ ადამიანს ხა ჩვენ მშობლებს წონასთან ან პრობლემა აქვთ, ან სადღაც ქონდათ საქართველოში ჭარბტონიანობის სტატისტიკა არის 50%-ს გადაცილებული ზრდასრულებში. რაც ნიშნავს, რომ ეხა ვინც გვისმენს, მშობლებს ან ქონდათ, ან ეხლა აქვს პრობლემა და რაღაც გამოცდილება აქვს თავისი. და სწორი კომუნიკაციის დასაწყისი სად არის, რაც სადეს და რა იყო წარუმატებელი. აი, აქ უნდა გამოვერკვეს სწორედ მშობელი თუ არ იცის ზუსტად რა არის მტკიცებულობას დაფუძნებული და ჯერ ვერ მოაკვლიე აკადემიას იმისთვის რომ ისწავლოს. რაც სადა და რა არ გამოუვიდა, რატო არ გამოუვიდა. და 16 წელს ზურა იმ ასაკშია, როცა შეუძლია მშობელთან ერთად დაჯდეს და აბა ეს რატო არ გამოვიდა. ეს რომ გაგვეკეთებინა უფრო კარგი ხომ არ იქნებოდა და საერთო კოლექტიური მცდელობა ჯანსაღი კვების არის ძალიან მნიშვნელოვანი მანდ. იმიტომ რომ როცა იზახი რომ მეტი ჭამა გეყოფა, მე კითხვა უნდა დასვა მაქამდე რა ქცევები ჩამომიყალიბდა. იმიტომ რომ 16 წელს ზურას ორ თვეში ხო არ დამარტნია ეს პრობლემა. ეს იყო ნაბიჯ
მწონის მატება, იმიტომ რომ ქცევა შეეცვალა და ეგ ქცევა მოდის ბებია ძალიან გთხოვ თებში ბოლომდე მოასუფთავე. ამით იზრდება ბავშვი, ეგრე იწყება. ჩემთანაც ეგრე იყო და როცა მიდიხარ წერტილამდე, ეხლა ნამეტანი მოგივიდა, რა ნამეტანი მომივიდა, მაშინ საერთოდ რატომ ატენდი პურს და კარტოფილს ერთად. ხო, ანუ ეს ისეთი ამბავია, სადაც ეხლა ამას არ ვიძახი, იმიტომ რომ უკვე მშობლები კი არ გვინდა რომ გავსაჯოთ. ეგ ცოდნა არ არსებობდა. ხო, ყვება ყველა მიცის რო კითხო. იმიტომ რომ საჭმელს ჭამს და ყვებას რა უნდა, მაგრამ ცალკე მეცნიერება, ქცევითი სტრატეგიები ცალკე ამბავია, რომელშიც ეხლა ვერ ყვევით და ის ფაქტი რომ შენ ინიციატივით გვიპოვე, მოგწერე და ეხლა ამ ისტორიას აზიარებ, ჩემთვის არის ძალიან კარგი ინდიკატორი, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ, რაც ვაკეთებთ და შენაირი დარწმუნებული ვარ ბევრი ადამიანია და უფრო მეტი იქნება. ამიტომ არ დაიშუროთ კომენტარებში, პირადში ესეთ ისტორიებს გაზიარება, ყველაფერს ვუდგებით ინდივიდუალურად, იმიტომ რომ ჩვენი მიზანი აკადემიის არის საქართველოში ნუტრიციოლოგიური ტენდენციის შეცვლა. სკოლებში, ბავშვებში, მოზარდებში, დასრულებში კლინიკური მიმართულებით ამას გავაკეთებთ აუცილებლად და შენაირი ადამიანები იქნებიან ამ ყველაფრის საძირკველში. იმიტომ რომ მარტო აკადემია არაფერს ვერ გააკეთებს თქვენ გამოკლებთ. ეხლა ბლიც კითხებზე ეს 50% ზემოთ სტატისტიკაც შემცირდება მინიმალურად თუ ცნობიერი ამაღლდება რა ამ საკითხთან დაკავშირებით. ანუ და მართლა მე როცა გიპოვეთ, ანუ ძალიან გამიხარდა რომ მომწერე პირველ რიგში არ ველოდი, მაგრამ ანუ ძალიან მნიშვნელოვანია რა, იმიტომ რომ კვება არის ჩვენი ყოველდღიურობა, ხო? ანუ მაგის გარეშე ვერ ვარსებობთ ფიზიკურად და ვერც სულიერად თუ გინდა, ანუ ბევრი რაღაცის მასაზრდოებელი არის ზოგადად ის, რასაც ვიღებთ, ხო? და ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი ახლა რაც ახსენე. მარტო ჭამის-თვის ხო არ არის, ანუ იქ როცა სწორად დაიწყებ ჭამას, კვებას, მერე ის პრობლემებიც აღარ იქნება რა, თუ ცნობიერი გაქვს ინფორმაცია გაქვს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, აღარც ეს პრობლემები არ იქნება საზოგადოებაში ისე ჭარბად, როგორიც თუნდაც ჩვენ გქონდა, რომ გარეთ გასვლა არ გვინდოდა მოსაცლის გარეშე თუნდაც რა. სუპერ. ზურა, ბლიც კითხვები. აკადემიის ის არის, რა ქვია, პატარა განყოფილება გვექნება, მტკიცებულობას დაფუძნებულ ნუტრიციოლოგიაში გამოწმებ. აჰა, მე ხო იცი, ეს დიდი ინფორმაცია არ მაქვს, მაგიტომ მოვედი თქვენთან, მაგრამ გამოვუშვი. დავტესტოთ, რა არის ერთადერთი პირობა, რომლის დროსაც ადამიანი წონაში იკლებს. მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტების ჭამა, ტკბილეულის გარეშე მაგალითად. ბ, საღამოს 6 საათს მერე არ ჭამა, თუ კალორიული დეფიციტის შექმნა ხარჯავ მეც ვიდრე იღებ. ჩემი აზრით არის ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ 6-ის მერეც ჭამაც შეგიძლია და ეგ კიდე ცუდი ვარიანტია, როცა იმაზე მეც შეიძლება ხარჯავდე. ბ გამოვრიცხეთ, საღამოს 6 საათს მერე არ ჭამ. არ ჭამაც ცუდი რჩევაა. კაი. აქ პასუხი არის კალორიული დეფიციტი. ოკეი. რა ჰინტის მოგეც დავიდან. თუ კალორიულ დეფიციტში ვარ, მე შემიძლია წონა დავიკლო. ნახე, ოღონდ მნიშვნელოვანია რომ ჯანსაღი პროდუქტები ჭამა. მაგრამ ეხლა შემოვალ ესეთ კითხვას აგისვამ. შენ როცა ახალ წელს მოიმატე წონის დიდი ნაწილი. ეგ პროდუქტები რასაც ჭამდი, ჯანსაღი იყო თუ არა ჯანსაღი? უფრო მეტად. ორივე იყო რეალურად. ორივე იყო. მაგრამ გადაზედმეტებული ჯანსაღი იყო. აი ზუსტად მაგის თქმა მინდა, რომ ჯანსაღი ზედმეტიც კალორიულად წონაში მოგამატებინებს. იმიტომ რომ ქართული ტრადიციული კერძები არის ჯანსაღი. რას ნიშნავს? მაძლევს კალორიებს და მაძლევს ნუტრიენტებს, მაგრამ კაცო, ორივეს ბევრს მაძლევს. ანუ მე თავისუფლად შემიძლია ჯანსაღად მოვიმატო საცივით და ხაჭაპურით. ხო, ანუ ჯანსაღი არ ნიშნავს, რომ წონას დაგაკლებინებს და პირიქით, დაბალკალორიული არ ნიშნავს ჯანსაღს. ძალიან ბევრი დაბალკალორიული ნაგავი საკვები შემიძლია გითხრა, რომელიც ჯანსაღი არ არის. ხო, მაგიტო ეგ უნდა გაუმიჯნოთ ხოლმე. მომყვები? რა თქმა უნდა. სუპერ, მეორე. დღის განმავლობაში რაში ხარჯავს შენი სხეული კალორიების ყველაზე დიდ ნაწილს? 60-70% ენერგიას რაში ხარჯავს? ვარჯიშსა და მოძრაობაში, მოსუნებულ მდგომარეობაში, სუნთქვაზე, გულისემაზე, ორგანოთა მუშაობაზე, თუ საკვების მონელებაზე? საინტერესოა. 60-70% ხარჯავს შენი ორგანიზმი. დღის განმავლობაში თუ გჭირდება 2000 კალორია, დაახლოებით 1300 კალორია მაგაზე იხარჯება. რაზე? ვარჯიშსა და მოძრაობაზე, მოსუნებულ მდგომარეობაში, იმისთვის რომ მიცოცხლო და იარსებოს, სუნთქვაზე, გულისემაზე, ორგანოთა მუშაობაზე თუ საკვების მონელებაზე. აი ეგ მეორე ორგანოთა მუშაობაზე. მეორე. ეს არის ბაზალური მეტაბოლური რიტმი, რაც წარმოიდგინე 2000 კალორიიდან უმეტესობა გჭირდება იმისთვის რომ იარსებო. რომელიც თამაშის წესებს ცვლის და მე შემოწ კონცეფცია რომ სწორად მოამარაგო ორგანიზმი, რაც 16 წლის ბოლოს გააკეთა, მეტის დამატება დაიწყო.
და იცოდე რომ ყველა მოზარდისთვის, იმიტომ რომ ბიოლოგიურად და ბიოქიმიის დონეზე ჩართული აქვს შენების პროცესები, მთავარი არის სწორი მომარაგება შეზღუდვის მიღმა. მესამე კითხვა. ესეც ძალიან საინტერესო იყო მეორეც. აჩქარებს თუ არა მეტაბოლიზმს დღეში 6 ჯერ მცირე ულუფებით ჭამა. კი, ხშირი ჭამა ცეცხლს უკიდებს მეტაბოლიზმს. არა, კვების სიხშირე მეტაბოლიზმის სიჩქარეზე გავლენას არ ახდენს თუ კი, მაგრამ მხოლოდ დილის საათებში. ჩემი აზრით პირველი არის მაგ შემთხვევაში. ანუ შენ ძახი რომ კი, ხშირი კვება აჩქარებს მეტაბოლიზმს. ხო, პასუხია არა. არა. კი, ეგ იყო მითი, რომელიც გადმოსულია ძველი დროიდან. რას ნიშნავს მეტაბოლიზმის აჩქარება? შენ საკვებში იმ საკვების გადამუშავებაზე ენერგია გეხარჯება. და დღეში თუ 6 ჯერ პატარა ულუფებით ჭამ, რაღაც ენერგია გეხარჯება 6 ჯერ დღეში. მაგრამ ის საკვები ხო კალორიას გადლავს. ანუ რასაც ვიღებ უფრო მეტია, ვიდრე რასაც ხარჯავ. და რა აქვს პრობლემა 6 ჯერ მცირე ულუფებით კვებას ძე? ის რომ შეიძლება რაოდენობა ვერ გავაკონტროლო. ანუ 6 ჯერ დავიწყო ჭამა, ოღონდ მცირე ულუფები არ გამომივიდეს და მე დავიმართა ეგრე. ზოგიერთი ადამიანისთვის სწორი სტრატეგიაა. უბრალოდ უფრო სწორი იქნება შენ რაც გააკეთე, დღეში 3 ძირითადი კვება მაქვს, დილით რაღაც სმუზი ვსვამ, ანუ 3 ძირითადი კვება ერთი ხემსით. კვებათა შორის შუალედებს მნიშვნელობა აქვს და სწრაფი კვება არ აჩქარებს მეტაბოლიზმს. აი და ერთიც. ჰორმონები და მადა. როგორ მოქმედებს უძილობა ერთი ღამის გათენებაც კი ჩვენს მადაზე მეორე დღეს. მადა მცირდება, რადგან ორგანიზმი დაღლილია და საჭმლისთვის არსალია და არცხელა. მადა იზრდება, რადგან შიმშილის ჰორმონი მატულობს და დანაყრების ჰორმონი ეცემა. მადა არ იცვლება, ეს მხოლოდ ჩვენი ნებისყოფის ამბავია. მგონია რომ უძილობისას იმდენ ენერგიას ხარჯავთ, რომ იზრდება შიმშილობის შეგრძნება მეორე დღეს. იმიტომ რომ ანუ გამოძინების საშუალებას არ ვაძლევთ ორგანიზმს და შესაბამისად უფრო მეტ ენერგიას ხარჯავთ. ხო, ნახე? არა. მეორე პასუხი სწორია, უბრალოდ სხვა მიზეზის გამო. აბა. იმიტომ რომ გამოუძინებელი ხარ, შენი ბაზალური მეტაბოლური რიტმი, რაც გადარჩენისთვის გჭირდება, ანუ შენი მეტაბოლიზმი ბჭყალებში მცირდება. ეს წარმოიდგინე არის თავდაცვის ბარიერი. მე თუ არ მიძინია ღამეს, მე შეიძლება გავათენე კომპიუტერთან, მაგრამ ჩემს ორგანიზმს გონია რომ ყიზილბაშები შემოესივნენ. დაიწყო ომი, დაიწყო შიმშილობა, გადადის აი ბატერი ტელეფონის ბატარეა ელემენტი რომ ჭდება და ენერგიის დამზოგველ რეჟიმზე გადაიყვან. აი მაგას გიკეთებს ორგანიზმი. და მეორე დღეს მადა მომატებული გაქვს, იმიტომ რომ ის რაც დააკელი, უნდა რომ აინაზღაურო. ამასობაში მადის მარეგულირებელი ჰორმონები იცვლება. ძალიან საინტერესოა, მართლა ოღონდ ეს რაღაცები არ ვიცოდი ხო და? აი, მაშინ ახლა აქედან გამომდინარე მაქვს სწორედ კითხვა, რომ რა არის ისეთი ნაბიჯები, რომელსაც დღესაც უფრო გამოცდილებით და ინტუიტიურად დგამ. ანუ რისი ცოდნა გაკლია შენი აზრით და გამოცდილებით აკომპენსირებ. რაღაც პერიოდი გვაქვს ყველას ალბათ ცხოვრებაში, რომ ეს რაღაც კვების ნაწილი სიტუაციურად ვერ არის ისე ახლოს, როგორაც შეიძლება ეხლა იყოს ჩემს ცხოვრებაში რა. ახლა ვცდილობ, რომ დავაბალანსო ის ყველა საჭირო პროდუქტი თუ ნებისმიერი ნივთიერება, რაც ჩემს ორგანიზმს სჭირდება. ოღონდ ისევ ჩემით ვცდილობ, სანამ თქვენამდე მოვიდოდი ახლა, ისევ ჩემით ვცდილობ რაღაცებს. და ის რაც ჩემი გამოცდილებით ვაკეთებ, არის ის, რომ ტკბილი ამოვიღე, იმიტომ რომ არა სულ, იმიტომ რომ მიყვარს შოკოლადებიც, რავი, ტკბილიც, უბრალოდ ჩაიში, ყავაში თუ ორკოს შაქარს ვყრიდი ყოველდღიურად და შეიძლება ყოველდღე 1-4 ფინჯანი მაინც მიმერთვა ყავა ან ჩაი. ახლა 4 ფინჯანს ყავასაც და ჩაისაც ვცვა, მაგრამ უშაქროთ რა. ზურა, ეხა ჩაგეჭრები. აცი როცა იტყვი, რა ცვლილება შევიტანე, თქვი რომ ტკბილი კი არ შევზღუდე. დამატებული შაქრები შევზღუდე. ოკეი. იმიტომ რომ შენ თუ და ძალიან სწორი სტრატეგია, დამატებული შაქარი არის პროდუქტში კი არ პოულობ ბუნებრივად, მაგალითად ხილშიც მაგ შაქრები, ოღონდ არის ბუნებრივი შაქრები. რასაც ვამატებ, ან მე ან წარმოებელი. მე თუ ვამატებ ჩემს ყავაში 2 კოვს და 4 ჭიქა ყავას ვსვამ, პრობლემა ის კი არის 4 ჭიქა ყავას ვსვამ. პრობლემა ის არის რომ 2 კოვზი აქვს თითოს. ანუ შენ მაგ ერთი ცვლილებით დაახლოებით 8-10 ჩაის კოვზი დამატებული შაქრები მოიხსენი. და იცი რა არის ზედაზღვარი დამატებული შაქრების? არა. 8-10 ჩაის კოვზი.
ანუ ზუსტად ჩაჯექი რეკომენდაციაში, ოღონდ იმიტომ კი არა, რომ ყავა შეზღუდე, დამატებული შაქრები ამოიღე მაგრაციონიდან. რაც ძალიან სწორი გაწყვეტილება, ანუ აწირო კითხავენ რა შეცვალა, ეტყვი დამატებული შაქრები ამოიღე რაციონიდან. ოკეი, ეგარი. კიდე დილით ისე ვარჯიშობ, ოღონდ სახლში, სანამ სამსახურში წავალ, ან უნივერსიტეტში, მანამდე ჩემს არალონს გავშლი და მანდ ვაკეთებ რაღაც დილის ვარჯიშებს, კარდიოსაც, ვაკუუმსაც ვაკეთებ, ხურდები, მოვდივარ ცოტა ჯანზე. ნუ ეგ კვებას არ ეხება ამ შემთხვევაში, მაგრამ კვებასთან ერთად თან არის. პირდაპირ კავშირში. იცი რომ შენ მადის რეგულირება უკეთესია, როცა ნავარჯიშები ხარ. ანუ უფრო მეტად შეგიძლია გააზრებული გადაწყვეტილება მიიღოს შემდგომში რას შეჭამ. ამას იყენებენ პროფესიონალები, რომლებიც კვებით ადიქციაზე მუშაობენ. მაღალ ინტენსიურ ვარჯიშს, აი HIIT თუ გაგია, მაღალ ინტენსიური ინტერვალური ვარჯიში, CrossFit-ი? აი ძალიან ინტენსიური ვარჯიში დაბალი წონებით, ან სხეულის წონით, წარმოვიდგინე ესეთი ვარჯიშია, რა ვიცი, 1 წუთი დარბი ხარ, 4 წუთი დადი ხარ. 1 წუთი დარბი ხარ, 4 წუთი დადი ხარ, ეს 1 წუთი რომ დარბი ხარ არის ბოლომდე წურავს შენ შესაძლებლობებს. ეს ისეთი დადებითი სტრესია, რომელიც ნანახია რომ მადას გიქვეითებს. ანუ ემოციურად ჭამელი აღარ ხარ. იმიტომ რომ ვარჯიში შარტი, ამიტომ იცოდა რომ პირდაპირ კავშირშია. ეგეც ქულა შენ, ჩვენიერი. კიდე ცვლილებები ესეთი დილით ყავით აღარ ვიწყებ რატომღაც და დილას ვიწყებ მწვანე ჩაით და ვასრულებ მწვანე ჩაით ღამით. რაც ძალიან კარგი არის, რაც დავამუღამე, იმიტომ რომ მომწონს დილით მწვანე ჩაის მიღება და ღამითაც დაწოლის წინ მწვანე ჩაის მიღება. კიდე კვებაში რაები. აბა. კაი, ხა ესეთი მნიშვნელოვანი კითხვა მაქვს მაგისთვის. წარმოვიდგინე ხა რაღაცები ისწავლე პროცესში. 16 წელს ზურას რო ელაპარაკებოდე. რას ეთყოდი, რა უნდა გაითვალისწინოს, რომ უფრო გამარტივებოდა პროცესი. კიდე უფრო ნაკლები სტრესით რო განევლო ეს გზა. რას ეთყოდი? რამეს ინფორმაციას მიცემდი, დაამშვიდებდი, შეაქებდი. ვეთყოდი, რომ კარგი ხარ, რომ აქ ყველაფერს აკეთებ პირველ რიგში და ვეთყოდი იმას, რომ უფრო მეტი კვერცხი გეჭამა. იმიტომ რომ ყოველდღიურად სადღაც 4-5 წელ კვერცხს ვჭამე ხა. მაშინ რამდენი შემდი? მაშინ არ ვჭამდი თითქმის კვერცხს და ეხა ხვდები რომ ცილა ძალიან მნიშვნელოვანია რაღაცების დასაბალანსებლად ჩემს ორგანიზმში და ქათმის ხორცაც ახლა უფრო მეც ვჭამ. ნუ ყოველდღიურად შეიძლება არ ვჭამო ეხა ქათმის ხორცი, მაგრამ კვირაში 4-5 დღე მაინც არის რა ინტენსიურად. და მაგას ვეთყოდი რა. კაი. მოკლედ ესეთი მომენტები ხა ჩვენ რაც ვისაუბრეთ, რაც ტკისებულობაზე დაფუძნებულია, რაც ვიცით რომ ეხა მაგიტო გეუბნები ესე მყარად ამ ინფორმაციას, რომ ვიცით რომ ყველა ადამიანისთვის მუშაობს აუცილებლად. რაღაც ინფორმაცია იქნება, რასაც ვერ გეტყვი და კითხვები იქნება, რომელსაც პასუხსაც ვერ გაგცემ, იმიტომ რომ არ გიცნობ. იმიტომ რომ შენი ყოველდღიურობა არ ვიცი. ეს არის ის 20%, აი ბოლო ტკბილეული, რომელიც ყველა ადამიანს აქვს ინდივიდუალიზმის ნაწილში და ვიცით რომ კვება და ნუტრიციოლოგია ინდივიდუალიზმისკენ მიისწრაფება. მაგრამ აქ არის 80% ბაზისი, რაც აუცილებლად დარწმუნებით ვიცით რომ მეტი ცილა, ბოჭკო, მისი წყაროები, გადანაწილება მეტაბოლიზმზე მითები, მოსაშორებელი და ესეთი აჰა მომენტები, რაც ახლა საუბრისას ჰქონდა, იცოდა რომ კიდე ძალიან ბევრია. ამიტომ ახალი წლიდან 2026-დან მინდა რომ შემოგვიერთდე ნუტრიციოლოგიის საფუძვლების კურსზე საჩუქარი ჩემგან. მართლა. კაი, უკვე რა სიძახი. მალე დავიწყებთ ახალ ჯგუფს, შემდგომი კვირიდან მინდა რომ ჩაერთო. რა სიძახი. ჯგუფში. იმიტომ რომ შენი მოწადინება და ის ფაქტი რომ ამ ყოველფრის ინფორმაციას ეძებ, გაიხარე. ამ ყოველფერზე ინფორმაციას ეძებ, ეხლა რისკები შემოდის. ეს რისკები არის არასწორი ინფორმაციები არ მოვიძიო, თუმეტეს ინსტაგრამზე. ან რომ მოვიძიო, მე ჩემ ცხოვრებაში როგორ დავნერგო, იმიტომ რომ შეიძლება ნახო რომ ცილა გჭირდება X გრამი, მეორე სტატია ნახო, სანდო წყაროებიდან არა, მაგდენი კი არა, ამდენი გჭირდება. მე რაღაც ამოვარდება და გეტყვის რომ არა, ცილა არ გჭირდება საერთოდ თურმე. ამიტომ ის დაბრკოლება, რომ ადამიანი იწყებს ნაბიჯების გადადგმას, ისე ვრჩება, რომ ინფორმაციის ნაკლებობა კი აღარ მაქვს. უკვე ვერ გავიგე რომელია სწორი. დავიღალე ფილტრისთვის და ნუტრიციოლოგიის საფუძვლად მოგცემს ამ ფილტრს და ამ 12 კვირიანი კურსის ბოლოს შენ შეიძლება ყველაფერი რაც ახლა აჰა მომენტი ქონდა შენ თავზე გადმოიტანო და კიდე უფრო წინ წახვიდე მიზნებისკენ. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან გამიხარდება თუ შემოგვიერთდები. აუცილებლად.
ანუ რაც უფრო გავიღრმავებ იდეაში, აი პერსონალურად ეხა შენ ხო ანათებ რა. შენ მემანათებ, ანუ უფრო მეც ეცოდინება რეალურად ეგ ყველაფერი ირგვლივ და ეგ ძალიან მაგარი რაღაცა არის, იმიტომ რომ მართლა არის საქართველოში მაგ ყველაფრის პრობლემა, ეხლა რაებზეც ვისაუბრეთ რა და ადრეული ასაკიდან თუ დავიწყებთ, ანუ ჩვენ თუ დავიწყებთ იმაზე ზრუნვას, რომ ადრეული ასაკიდან ბავშვებსაც შენ ამ შემთხვევაში კონდეთ ამ ყველაფერზე ინფორმაცია, ანუ ძალიან მაგარია მართლა. და ერთი კიდე რასაც 16 წლის სურას ვეტყოდი, ალბათ იმას, რომ კიდე უფრო მეტი მრავალფეროვნება შესწინე შენს კვებას რა, იმიტომ რომ ეხა ძალიან მიყვარს ზოგადად კვება რა, მაგიტოც ალბათ ვარ აქ და მიყვარს ძალიან ბევრი ვარიაციების შექმნა ჩემით, სალათები, ვრაპები, რაღაცებს ისეთ გემრიელს ვაკეთებ, მე გაგასიჭებ პროგრამა და ანუ ამ ყველაფრის სინთეზი რო თან ჯანსაღი იყოს და თან გემრიელი, ძალიან მნიშვნელოვანია კრიტიკულად მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ შენ ძალიან დადებითად ხარ განწყობილი საკვების მიმართ და თვითონ პერსონალურად შენ ძალიან მშვენივრად ხარ, მე მენტალურადაც და ფიზიკურადაც რა. და კიდე რა ხდება ეს მნიშვნელოვანი, აღარასდროს წყვეთ ჯანსაღი გემრიელი საკვების მიღებას. ანუ ცნება რომ ჯანსაღი თუა უნდა იყოს უგემური, უმარილო, მოხარშული, ეგ არის რის გამოც ადამიანები იწყებენ და ამთავრებენ ორ კვირაში მისგან მოვალ გზას. ამიტომ ჯანსაღი და გემრიელი არის ძალიან კარგი კონცეფცია. ზურა, ძალიან დიდი მადლობა, მშვენიერი საუბარი გამოგვივიდა და გელოდები კურსზე. ძალიან დიდი მადლობა შენაც, თორნიკა. გაიხარე. ძალიან მაგარი ხო მართლა.